მოგესალმებით ჩემო ერთგულო მაყურებლებო. ტელეკომპანიების კულუარებიდან სულ უფრო და უფრო შოკის მომგვრელი ამბები ჟონავს და დღეს უნდა ვისაუბროთ სერიალზე, რომელმაც ყველას გული დაიპყრო. დიახ, საუბარია შორეულ ქალაქზე, რომლის ახალი სეზონიც პერსონაჟების ცხოვრებას შეუქცევადად და სრულიად მოულოდნელად შეცვლის. მოემზადეთ, რადგან წინ ისეთი დრამა, საიდუმლოებები და ემოციების ქარიშხალი გელოდებათ, რომელსაც ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა. სანამ თავარ დეტალზე გადავალთ, ძალიან გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს მოწონება და ზარის ღილაკის გააქტიურება, რათა არ გამოტოვოთ არც ერთი ახალი ანალიზი და თეორია, რომელთაც მხოლოდ ჩემს არხზე ნახავთ. ახლა კი მოკალათდით, კომფორტულად და დავიწყოთ. ყველაფერი იქედან იწყება, რომ ალია, რომელიც კილომეტრების მოშორებით სრულიად ახალი ცხოვრების და წესრიგის დამყარებას ცდილობს, მოულოდნელად ისეთ სიუპრიზს მიიღებს, რასაც საერთოდ არ ელოდა. თუმცა, ყველაზე დიდი შოკი და საიდუმლო, რომელიც ალიას ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს, ჯერ კიდევ წინ არის. სიმართლე, რომლის შესახებაც თავად ალიამაც კი არაფერი იცის. ის ბავშვს ელოდება. დიახ, ალია ორსულადაა. ეს ამბავი მასში იმ ემოციებსა და გრძნობებს გააღვიწებს, რომლებიც ეგონა, რომ წარსულში სამუდამოდ დატოვა და აიძულებს დაბრუნდეს ზუსტად იმ ადგილებში, საიდანაც ასევ თავგამოდებით გარბოდა. მაგრამ დრო გადის და ალიას შიგნით ბავშვთან ერთად ერთი დიდი და მტანჯველი კითხვა იზრდება. რატომ დუმს ჯიხანი? რატომ დადუმდა კაცი, რომლისგანაც ალია ყოველ წამს ელოდა ზარს, ან მასთან დაკავშირებას? სამწუხაროდ მისი მოლოდინი არ გამართლდება. ჯიხანისგან არანაირი ხმა არ ისმის. ალია ამ დუმილს ისე აღიქვამს, თითქოს ჯიხანისთვის ის უკვე სულ ერთია. მაგრამ რეალურად რა ხდება მეორე მხარეს? პარალელურად, ჯიხანი თავის სამყაროში უდიდესი ბრძოლების შუაგულშია მოქცეული და მომხდარი მოვლენები მის ყურადღებას სრულიად სხვა მიმართულებით აქცევს. დადგება მომენტი, როდესაც ალია კვლავ დაუკავშირდება იმ სახლს, რომელიც დატოვა და სიმართლე, რომელსაც ის მოისმენს, მას უბრალოდ შეაძრწუნებს. ალია დროის დაკარგვის გარეშე გადაწყვეტს უკან დაბრუნებას, თუმცა იქ რეალობა დახვდება, რომელიც მის ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს. მისი წასვლის დღიდან დაბრუნების დღემდე გასულ დროში ყველა ცხოვრებაში ღრმა და წარუშლელი კვალი დატოვებულა. ყველაზე მწარე რეალობა კი ის არის, რომ არც ერთმა მხარემ არ იცის სიმართლე. ალიამ არ იცის, რომ მასზე განხორციელებული უდიდესი ზეწოლა ჯიხანისგან მალულად ხდებოდა. ჯიხანს კი წარმოდგენა არ აქვს, თუ რატომ აიძულეს ალია წასულიყო. ჯიხანი ალიას წასვლას მის პირად არჩევნად მიიჩნევს. გულში უდიდეს წყენას ატარებს და აღარც წარსულის გამოსწორება სურს. როდესაც ალია ბრუნდება, ის ხვდება, რომ საყვარელ მამაკაცთან გზა მოჭრილია და უწევს თვალი გაუსწოროს ახალ წესრიგს, რომელიც მის გარეშე აეწყო. ის თავს გარიყულად, დაგვიანებულად და ყველაფრის დამკარგველად გრძნობს. ახალი სეზონის დაწყებისთანავე, პირველი რაც ჩვენს ყურადღებას მიიპყრობს, სერიალიდან რამოდენიმე პერსონაჟის წასვლა. მომხდარი მოვლენების შემდეგ, ბორანის, შახინისა და დემირის ისტორიები ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვდა. ეს სამი მნიშვნელოვანი სახელი სერიალს სამუდამოდ დაემშვიდობა. განსაკუთრებით ემოციური და დასამახსოვრებელი იყო შახინის გამომშვიდობება. მისი ბოლო წუთები, მისი დამოკიდებულება და გაღებული თავგანწირვა მაყურებლის მეხსიერებაში წარუშლელ კვალს დატოვებს, როგორც სეზონის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი. მისი წასვლის შემდეგ დარჩენილ უზარმაზარ ცარიელ სივრცეს კი ყველაზე მწვავედ და ღრმად ნარეი გრძნობს საკუთარ ცხოვრებაში. ასევე მერიემის მეუღლის სიკვდილთან ერთად მისი როლიც ამ ძველ ისტორიაში დასრულდება. ამ პროცესით ყველაზე მეტად დაზარალებული და გავლენის ქვეშ მოქცეული ადამიანი ჯიხანი იქნება. მომხდარი ტრაგედიების ფონზე ჯიხანი საკუთარ თავს უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე აღმოაჩენს. მას ღრმად სწამს, რომ მერიემი სწორედ მის გამო აღმოჩნდა ტყუის წინაშე და ეს რწმენა ჯიხანის ხედვასა და დამოკიდებულებას მერიემის მიმართ რადიკალურად შეცვლის. ის დამნაშავედ გრძნობს თავს, არა მარტო მერიემის, არამედ შახინის გარდაცვალებაშიც, რაც მისთვის დიდი სასჯელია. სეზონის დასაწყისშივე ჩვენ დიდი დროის ნახტომი გველოდება. ჩვენ ვიხილავთ პერიოდს, სადაც ალიამ შორს უცხო მხარეში უკვე ააწყო ახალი ცხოვრება, ხოლო ჯიხანი ცდილობს გადარჩეს სრულიად განსხვავებულ რეალობასა და წესრიგში. ყველაფერს ემატება სერჰათის საკითხიც, რომლის მომავალზე პასუხისმგებლობის აღებაც პირდაპირ იმოქმედებს ჯიხანის გადაწყვეტილებებზე. ეს თემა და მისი საიდუმლოებებით მოცული იდენტობა ახალი სეზონის ცენტრალური თავსატეხი გახდება და კითხვის ნიშნები ასე მარტივად არ გაქრება. რეალობა რაც არ უნდა იყოს, კულუარებში გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გადადგამენ აბიჯებს, რათა ყველამ დაიჯეროს, რომ სერჰათის მამა სწორედ ჯიხანია. ეს სრულ და მცდარი წარმოდგენები კი მომავალ ეპიზოდში უდიდეს და უმძიმეს დაპირისპირებებს დაუდებს საფუძველს. თავად ჯიხანი კი ფსიქოლოგიურად სრულიად განადგურებული წარსდგება ჩვენს წინაშე. ერთმანეთის
გამოსაყოლებით, გადატანილი დანაკარგები მას საკუთარ შინაგან სამყაროში უდიდეს მარტოობაში გამოკეტავს. ერთის მხრივ საყვარელი ადამიანების სიკვდილი, მეორე მხრივ კი დანგრეული და დაშლილი ოჯახური წესრიგი მის ცხოვრებაში უზარმაზარ ცარიელ სივრცეს დატოვებს. და აი მივადექით ყველაზე მძიმე ხაზს, სადაქათი, ქალი, რომელიც მთელ ამ ტრაგედიას სრულიად სხვა თვალით უყურებს. მის თვალში ყველა მომხდარი უბედურებებისა და კატასტროფის მთავარი მიზეზი და დამნაშავე მხოლოდ და მხოლოდ ალია არის. ეს აზრი და რწმენა მას არც ახალ სეზონში შეეცვლება, თუმცა სადაქათის მთავარი ბრძოლა არა გარშემომყოფებთან, არამედ საკუთარ სინდისთან იქნება. მომხდარი სიკვდილის ფაქტების შემდეგ საქმეში სამართლებრივი და იურიდიული პროცესები ჩაერთვება და სადაქაც მოუწევს პირისპირ შეეჩეხოს საკუთარი გადაწყვეტილებების მწარი შედეგებს. მის შიგნით არსებული დანაშაულის გრძნობა დღითი დღე გაიზრდება, რადგან ფიქრი იმის შესახებ, რომ საკუთარი შვილის სიკვდილში მასაც მიუძღვის ბრალი, მისთვის ყველაზე მძიმე, გაუსაძლის ტვირთად გადაიქცევა. პარალელურად, ეჯმეს მხარეს გაცილებით უფრო დრამატული და ემოციური ისტორია იშლება. როგორც მამა, გადატანილი დანაკარგის შემდეგ, ეჯმეს შეუქცევა და თიცლება. მას შემდეგ, რაც მან თავის ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი ადამიანები დაკარგა, თელ თავის ყურადღებასა და ზრუნვას ქალიშვილისკენ მიმართავს. ჩვენ წინაშე წარსდგება სრულიად ახალი ეჯმელი, ბევრად უფრო ფრთხილი, ფარველობითი, გრძნობიარე და ამავდროულად მოწყვეტი. თუმცა არ იფიქროთ, რომ ის გათხრდა. ეჯმელი არ აპირებს უარი თქვას წარსულში მომხდარი უბედურებების გამო ანგარის სწორებაზე. პირიქით, მისი უდიდესი რისხვა და სიძულვილი სადაქათის მიმართ გახდება მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ახალ სეზონში ის აირჩევს, რომ საკუთარი აუტანელი ტკივილი და მწუხარება მრისხანება და შურისძიებად გარდაქმნას. ის მაქსიმალურად ეცდება სადაქაძე იწიოს შური. არანაკლებ რთული დღეები ელის ზერინსაც. ავარიის შემდეგ დაწყებული ეჭვები და ბრალდებები მას აიძულებს მუდმივად თავდაცვის რეჟიმში იყოს და საკუთარი თავი გაამართლოს, რაც უფრო გაიზრდება მის მიმართ წაყენებული ბრალდებები, მით უფრო გაძლიერდება მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა. მიუხედავად ამისა, ზერინი თავგამოდებით შეეცდება ყველას დაუმტკიცოს და აუხსნას, რომ ყველაფერი რაც მოხდა, მისინების საწინააღმდეგოდ უბედური შემთხვევის გამო მოხდა და მას წინასწარ განზრახული არაფერი ჰქონია. თუმცა გამოჩნდება თვითმხილველები, რომლებმაც ყველაფერი დაინახეს. ისინი დაეხმარებიან გამოძიებას. ქაიაც ყველაფერს მიხვდება და აპატიებს ზერინს, თუმცა მისი ციხიდან განთავისუფლება ასე ადვილი არ იქნება. იფეთიც ვერ მიიღებს იმას, რასაც გეგმავდა. ასევე ვიხილავთ ახალ პერსონაჟებს, რომლებიც სერიალს სხვა მუხტს მისცემენ. როგორც ცნობილი გახდა, ალიას მამა შემოუერთდება სერიალს. ის საკმაოდ გავლენიანი პიროვნება იქნება. აი ასეთი წარმოუდგენლად დაძაბული, ფსიქოლოგიური დრამითა და შურისძიებით სავსე სეზონი გველოდება წინ. თქვენ რას ფიქრობთ? როგორ განვითარდება მოვლენები? შეძლებს ჯიხანი ალიას აპატიებას, როდესაც გაიგებს, რომ ის მის შვილს ატარებს. როგორ დასრულდება ეჯმელისა და სადაქათის დაპირისპირება? დაწერეთ თქვენი მოსაზრებები და თეორიები კომენტარებში. მომავალ შეხვედრამდე.